მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას ფიქრობს, როგორ მოიქცევა და რა გელით ერთად. დღეს ერთ პოზიციაზე ვშლით, თუ მოგწონთ ასეთი ვიდეოები შეგიძლიათ უყუროთ, თუ თქვენზე რეზონირდება დღევანდელი საჯარო გაშლა, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის პიროვნება, ვისაც გინდათ რომ ტარომ პასუხები გაგვცეს, ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, მომწერეთ მესენჯერში დეტალებისთვის, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ ყოველთვის უყუროთ, ვიდეო იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. დავიწყოთ და გავიგოთ, რას ფიქრობს თქვენზე. ურთიერთობის დასრულება გინდათ, ან დაამთავრეთ უკვე ურთიერთობა. ეს პიროვნება თქვენზე ფიქრობს, რომ მიდიხართ რაღაც ფინალამდე, თქვენივე სურვილით, თქვენივე ინიციატივით და ესეთი განცდა აქვს, რომ ან დიდი საშიშროება არის, რომ დაასრულოთ მასთან კომუნიკაცია, ან უკვე მოხდა ეს ყველაფერი და ვერ ვიტყვი, რომ ამაზე გულგრილია. შეიძლება თავს სხვანაირად გაჩვენებდეთ, მაგრამ ამ წუთას მის ემოციებს და ფიქრებს ვკითხულობთ, მას ეს ყველაფერი ადარდებს. თუმცა არის არჩევანი, თუ როგორ მოიქცეს და ჯერჯერობით ამ არჩევანის ბოლომდე გააზრება და ჩამოყალიბება უჭირს და ცდილობს, რომ თავისთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი აირჩიოს, თუ როგორ მოიქცევა. თქვენთან მიმართებაში ემოციებზე და გრძნობებზე არის ორიენტირებული, თუ თავის აკვირდება, რა შეიძლება ახლა თქვენს მიმართ განიცდიდეს. მიუხედავად რაღაც კონფლიქტისა და ურთიერთობის სირთულისა, მას აქვს ვნება თქვენს მიმართ და ემოციაც, თუმცა ბევრი თქვენთაგანი შემთხვევაში ეს ემოცია და ვნება საკმარისი არ არის ურთიერთობისთვის, რომ ყველაფერი გამყარდეს ან თავი მასთან დაცულად თქვენვე იგრძნოთ. ანუ ეს პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენთვის მისი დამოკიდებულება და გრძნობები და ურთიერთობის სტილი დამაკმაყოფილებელი არ არის. როგორ მოიქცევა? არ გაგიტყვირდეთ, თუ ეს პიროვნება მალე არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, მიიღებს, ასე ვთქვათ, აიღებს უფრო სწორედ ტაიმ-აუტებს, დროს, დაფიქრდება, არ იჩქარებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ეს პიროვნება უკან მობრუნდება, რადგან ამოდიხართ როგორც იმპერატრიცა. შეიძლება თავიდან იფიქროთ, რომ ურთიერთობიდან გავა უკან მოუხედავად, მაგრამ თქვენ აქ წყულში მოდიხართ იმპერატორი ქალი და იმპერატორი თვითონ. მე ვფიქრობ, აქ რაღაც სიტუაცია მოხდება ისეთი, რომ შეიძლება 1 წლის მერე, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში 1 კვირის მერე, 1 თვის მერე, რაღაც მოულოდნელი გადაკვეთა და მოულოდნელი ამ სიტუაციის ერთმანეთის მიმართ შემოტრიალება დაიწყება. არ ვიცი, აქ დასრულებული ისტორია არის, მაგრამ თქვენ რომ ვთვლით, რომ ეს საბოლოო წერტილი არის, ეს საბოლოო წერტილი არ არის. მაგრამ აქ ვერ ვხედავ, რომ თვითონ ეს ადამიანი მთებს გადადგავს ამისთვის. ან შეიძლება ძალიან ჩუმად და რაღაც ეშმაკურად იმოქმედოს, რომ ეს ყველაფერი შემოატრიალოს და ისევ თქვენთან იყოს, ისე რომ თითქოს გარეგნულად დიდად არ დაიტყობს, მაგრამ ამისთვის იმუშავებს კულისებში.
ან რაღაც გეგმები აქვს ისევ სამყაროს თქვენს ორს შორის და რამდენიმე პერიოდის შემდეგ ისევ თქვენი გზები შემოტრიალდება. მოდი ვნახოთ ახლა რა გელით ერთად. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ილუზიისა თუ გულის ტკივილისა, ამ ურთიერთობის გასაშვებად ამ წუთას შეიძლება არც ერთი მზად არ ხართ. და თქვენი ფიქრები იყოფა ორ ნაწილად, ორივესი. თან გეშინიათ ამ ურთიერთობის, რადგან მტკივნეული ურთიერთობაა, თან ერთმანეთის გარეშე ყოფნის შიშიც ძალიან მაღალია. რადგან ერთმანეთზე თითქოს ძალიან დამოკიდებულები გახდით, მიეჯაჭვეთ და უკვე ისეთი დოზით შეუშვით ერთმანეთი ცხოვრებაში, რომ ამ სიტუაციიდან უკან დახევა ემოციური კუთხით ან ძალიან ძნელი იქნება. აქ ორი ვარიანტია კიდევ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ვინც ძალიან კატეგორიულები ხართ და ვინც ამჯობინებთ, რომ მასთან არაფრის დიდებით აღარ დაბრუნდებით და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გრძნობები და ემოციები მაინც გქონდეთ, მაინც ამ გადაწყვეტილებაზე დარჩებით, რომ არ დაბრუნდებით მასთან, შეიძლება მოусმინოთ, მაგრამ ესე წყვილში აღარ შეხვალთ. ამ პიროვნებაზე ფიქრი, გულისტკენა და რაღაცნაირად ემოციური ფონი დიდხანს გაყვებათ და ახალ ურთიერთობას ესე შეიძლება ახალი ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე აღარც დაიწყოთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს გადამუშავება და ამ ტრავმების მოშუშვებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ვინც ისევ შეერთდებით ამ პიროვნებასთან და ისევ წყულში შეხვალთ, აქ თქვენ თვითონაც იცით რა პრობლემების წინაშე შეიძლება იყოთ ისევ კარგად იცნობთ ამ პიროვნებას, უკვე გაიცანით რისი გამკეთებელია და რისი გამკეთებელი არ არის. და აქედან გამომდინარე ამ ურთიერთობაში მაინც იქნება პრობლემები, მაგრამ აი ეს არკანი გვეუბნება, რომ ძალიან დამოკიდებულები ხართ უკვე ამ პიროვნებაზე მაინც და ერთად გელით ის, რომ არ ხართ მზად რეალურად, რომ ეს კავშირი გაჩერდეს. ისევ მიზიდულობა, ისევ ნების გარცეცხლი, ისევ ეჭვიანობა, ისევ რაღაც კონტროლის სურვილი, ისევ ერთმანეთის აი რაღაც კამათიც არ არის, მაგრამ დაძაბული სიტუაციები მაინც შეიძლება ურთიერთობაში დარჩეს. და შეიძლება აქ უკვე კარგად ხვდებოდეთ რა პრობლემებზეც არის საუბარი. ესეთი გაშლა გამოგვივიდა დღეს, დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.